chiki, pom pom chiki. Don chiki, pom pom chiki. Don Chico. Ora kakisунები გაქვს. გენაცვალოს ბებომ გენაცვალოს შედი. ბებო ბარგო დახტებოდა თავის გოგოს, თავის გულს, თავის სულს გენაცვალო. ბები კოლში წოცხლა. ეკა საითა? ეკა მოვადი და 12 საათამდე მოვადი. გაი. ეხა მე ვიბანავ მეგობრებო მოუწესრიგდები და შემოგიერთდებით. ვიბანავ მეგობრებო მოუწესრიგდი. აი ეს ულამაზესი ტოპი ჩავიცვი და ჩემი დახეული ჯინსი. ეს ტანსაცმელი მავიწყდება ხოლმე, ანუ სოფელშია ტანსაცმელის მაქვს. სულ მავიწყდება და მე კარადას რო გავხსნი ხოლმე და ამოვქეკავ. ძალიან მიყვარს დავიწყებულ რაღაცებს რო ვპოულობ. მოკლედ, ეხლა მივდივარ პაატასთან. როგორც იცით, ძალიან გვიყვარს ჩვენ პაატასთან რომ საუზმობთ ხოლმე დილაობით. ამიტომ გადავალ და იქით ვისაუზმებ და თან წინა ვლოგში რო გითხარით, რომ ელენე ბავშვს ელოდება მეთქი პაატას ძმის ცოლი. ბავშვი უკვე დაიბადა და დღეს უნდა ვნახავ პირველად. ეხლა ჯერმე გაჩვენებთ ჩემი ეზო როგორ გამოიყურება. ეს ვარდები უკვე გაიფურჩქნა და საოცრად ლამაზია, აი გარედან არის ძალიან ლამაზი და დღეს მინდა რომ აქ ფოტო გადავიღო, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ გადავიღე და ძალიან მიყვარს ის ფოტოები, ძალიან ლამაზი გამოვიდა და სანამ არის ეს ვარდები, მინდა რომ გამოვიყენო შესაძლებლობა. აქ ისევ რაღაცა სარემონტო ამბავი მიდის ჩვენი სახლის წინ, ჯერ მოუწესრიგებელია, იმიტომ რომ რემონტი არ დაგვისრულებია. და ასე გამოიყურება ჩემი ეზო. წინასთან შედარებით ალბათ ხედავთ განსხვავებას უკვე ნახეთ. ნახეთ რამდენი ვარდებია. ძალიან ლამაზია. ამინდი არის იდეალური, კარგად თბილა, შემაწუხებლად საერთოდ არ ცხელა. და ეხლა ჩავიდეთ ვნახოთ პუპსიკა. ნახეთ რა სილამაზეა. ჰელო, როგორ ხარ? გვასას არ ეცალა. წავმე და მოვალ. ჩემს კითხულობთ ხოლმე ძალიან ხშირად და ხო გახსოვთ რომ ჩემი და არის სამედიცინო სტუდენტი, ეგენი სულ სწავლობენ და დრო არასდროს არ აქვს, ამიტომ გაცილებით უფრო იშვიათად ჩამოდის ვიდრე მე. აი მეგობრებო, ეს არის პაატას ველოსიპედი. წინა ვლოგში რო გითხარით თვითონაც იყიდა თქო და რაღაცა ძალიან მომწონს ეს ველოსიპედი. ხო და შეიძლება გავუცვალო არ ვიცი. ძალიან მომწონს. ეს დასაჯდომი მომწონს. აი ეს ფერადი რაღაცეები აქვს გარშემო და ეგ მომწონს. ეს აქვს და ეგ მომწონს. და ეს აქვს და ეგ მომწონს. და ვიღაცას წავართ მე ველოსიპედს. ანუ ხვდებით მეგობრებო, რაოდენი ცვალებადი ხასიათი მაქვს და რა არასტაბილური ვარ. რაღაცა 2 კვირის წინ ჩემს ველოსიპედზე ვგიჟდებოდი და მეთქი ეს ისტად ისეთი ველოსიპედი როგორც მინდოდა და ეხლა პაატასი მომწონს. არ ვიცი რა, უფრო ბევრი რაღაც აქვს მაგ ველოსიპედს და მაგიტომ მომეწონა და ვეჭვი წავარჩმო. ეხლა მივდივარ მოკლედ სახლში. დედა ჩემო დამირეკა მოვიდა სამსახურიდან და მანქანაშიო ძალიან ბევრი რაღაცები მაქვს, შენი მოხმარება მჭირდებაო რომ დავცალო და თან არ მინახავს და ვნახ. თან რაღაცა საჩუქრები მაქვს. ბუფსიკასთვის და დედა ჩემისთვის და მაგასაც ყველაფერს გაჩვენებთ. გვახტო პაპა. როგორ ხარ? ასე რა. აუ ისეთი კაი ამინდია ხალხო, ისეთი კაი რო არ ვიცი. წინაზე აქ ხომ მოვგავე, მაგრამ ეხა ისე რაღაცნაირ ხო? ეხლავე ისე რაღაცნაირად ლამაზად ხრია რომ არ მინდა რომ მოვგავო. რა სიურპრიზია. ვაუ! ქალბატონო ეკაიქი მე ეს თქვენ მოიტანეთ? ვაუ! რა დედიკო ყავს მე. აბა. რა დედიკო. ასე დაწერე მიყვარს. აუ რა კაია, საიდან არის? თურქეთი აბა. ოკეი. მინდა რა მომიჭრა. ისე მომეც. რა მაგარი. სრული ჩავქრათ. ჩავქრათ. შეგიძლია ხიარება. ხატო გული დედა.
ეხლა გაჩვენებთ მეგობრებო, სანამ აქ არ ვიყავი, რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა და რა პროგრესი გვაქვს. მოკლედ, წინაზე საერთოდ არ იყო ჭერი, ახლა უკვე გადახურულია და ასე გამოიყურება. ამის შეცვლას აპირებენ თუ დატოვებას ნამდვილად ვერ გეტყვით. თავიდან ბოლომდე ყველაფერი არის დედაჩემის მოფიქრებული და ანუ როგორც თვითონ უნდა და როგორც თავის გემოვნებაში ჩდება, ისე აკეთებს, ამიტომ არ ვიცი რას აპირებს. აქ ეს დაგებული იყო ისედაც ეს ცემენტი, კედელი უკვე ასე გამოიყურება, დედაჩემს ძალიან მოსწონს დოქები და ესეთი ამბავი, ძველ ქართული ამბავი, მოკლედ დიზაინი და ესეთი რაღაცები გააკეთებინა. აქ პატარა თაროები არის გაკეთებული, ესეც მე ვფიქრობ, რომ ძალიან კაი მოფიქრება არის. ძალიან მოხდება, ძალიან ლამაზია. ესენი გქონდა ძველისწველი პადვალში, გვეწყო და საერთოდ ვერ ვიყენებდით და ეხლა უკვე აქ რა წყვია, ეგეც ძალიან ლამაზია. ჯერჯერობით ამ ეტაპზე არის სარემონტო სამუშაოები. დღეს არ ვიცი მოვლენ თუ არა მუშები, იმიტომ რომ კვირა დღეა და შეიძლება ისვენებენ და აქ გვაქვს საქართველოს დროშა. აი ეს დედაჩემის იდეა იყო, ძალიან ლამაზია. ესენიც სულ იმ ფერებშივე არის გაკეთებული და ისეთი ქვებით და აგურებით როგორც იქით. და მოკლედ ვფიქრობ საბოლოო ჯამში იქნება ძალიან ლამაზი. ახლა ძალიან მირეულობა, ყველაფერი ერთმანეთზე ყრია. ძალიან ისე ვართ, არეულები და რა თქმა უნდა, ჯერ ესე სრულ სურათს ვერ დავინახავთ, მაგრამ კაი გამოდის წესით. ახალი საჩუქარი მოქვს ჩემი ბუფსიკასთვის და გადავწყვიტე რომ ესეც მეჩვენებინა თქვენთვის. წინა ვიდეომ იმხელა ჩართულობა, იმდენი დადებითი კომენტარი მოიტანა და თან იმდენმა ადამიანმა მომწერა რომ ჩვენც გავუკეთეთ ბებოებს საჩუქრებიო, რომ ვფიქრობ ძალიან კარგი ტრენდი წამოვიწყეთ, ასე რომ აქტიურად გავაგრძელოთ. მოკლედ წინის წინა ჩამოსვლაზე ჩემს მეორე ბებოს ჩამოვუტანე ესეთი საჩუქარი დედაჩემის დედას და იყო ჭიქა, ის შავი იყო და როდესაც ხელწყას ჩაასხამდი, მერე ჩანდა ფოტოები. და ამ ბუფსიკამ მამაჩემის დედამ დაინახა და ძალიან მოეწონა. ჩემი შვილეშვილები და შვილები მინდაო რომ დაიტანო ამ ჭიქაზეო, ოღონდ მე მინდა რომ სულ გიყუროთო. ასე რომ შავი არ მინდაო, არამედ ჩვეულებრივი თეთრი რო იყოს და სულ რო ჩანდეთო. აქეთ დავაწერე საუკეთესო ბებოს, უბრალოდ ახლა კამერა ატრიალებს და სავარაუდოდ გაგიჭირდებათ საკითხო და იქიდან დაგადახებთ. აი ასე გამოიყურება. არც დედაჩემთან არ ჩამოვედი ხელსარიელი, ჩამოვუტანე ძალიან ლამაზი რაღაცები და მაგასაც გაჩვენებთ. ულამაზესი ფეხსაცმელები ჩამოვუტანე. ძალიან მოეწონება, ნახეთ. აი, ულამაზესია. არ მგონია რაღაცა ისეთი განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდეს, იმიტომ რომ მე ხო ენაზე კბილის დაჭერა არ შემიძლია და დავურეკე სადღაც ერთი კვირის წინ და ვაჩვენე ნახე მეთქი რა საოცრებები გიყიდეთ ხო და ეხლა უბრალოდ უნდა გადავცემ. და აქვე მეგობრებო ამ ულამაზეს კაბასაც გაჩვენებთ. ეს ზაფხულში ცოტა დასცხება ამ კაბისთვის და აი სანამ ძალიან დაცხება მაგ პერიოდამდე შეუძლია რომ გამოიყენოს. აბა ბუფსიკა. ნებეთ თქვენი საჩუქარი. გაგიხსენი რომ არ გაგიჭირდეს გახსნა. გენაცვალოს ბაბო, მama. შენ შემოგიაროს ბებიკო შენ. წაიკითხე, აბა რა დაგიწერე. რასაც იცი? ვერ ხედავს კარგად. კითხულო მე. ცოტა შორს თუ ცოტა ახლოს მოგიტანო. სათვალე მოგიტანო? დიდი აბა, რა თან მითხარ რა წერია. არ გეტყვი შენ თვითონ უნდა წაიკითხო. ვერ ვიპოვე სათვალე არ ახსოვს სადადო. აბა რა. საყვარელ? არა. აბა. საუკეთესო? ხო? ბებო. აჰა. შეგენაცვალო ბებო. საუკეთესო შეხარ ჩემი საუკეთესო. ჩემი გული დასული. შენი თვარ ბებო ცოცხალი შენი ლამაზი გული და კეთილი გული ჩემო სიხარულო სულ ყველა ვარ ბაბა ახლა კი ეს არის მამი და აჰა ეს ქაბოტონია კაი მე კვანცა ეს მე და შენ ეს კიკოლაი დიდი კიკო ეს ნათია ეს კიკო და შენ? აჰა. და კიკო და ნათია. ვიგენაცვალოთ ბაბა. შენ. ოღონდ ნახე, უნდა შევთანხმდეთ, რომ ეგ არ გამოდო ეხა კარადაში, არამედ გამოიყენე. კაი? არ შეინახო, რო იცი ხოლმე, კაი? ნახე. ეხა შენი საჩუქრები ნახე. საუკეთესო შვილიშვილის. ისე იდეა. ხო. აინე. ბაჩვილი. ხელში დამაკარები. შენ გენაცვალოს ბებო.
ვაიმე დედა რო გეკნება დედა. უწესით კარგად უნდა გქონდეს. მიწვალი არა ბედნიერი ვარ. წინაზე რა მითხარი? ვიდეოში ტყუილად არ მიწვალია, მაგაზე ძალიან იღატავეს. მაინც ჩააკვეხაო რა. გლახაცკინა. არა, ცუდად არ გიტყვია. გულწრფელად ნახვა. ველოდებით ჟიურის წევრები ქალბატონ ეკაიქიმს შევაფასოთ ერთი. მოგეწონა? ძალიან ლამაზია. აბა. გადახაწულია საბაკეტოა. მაგარია ბელკო. კმაყოფილი ხარ ესე იგი. ყუილა არ გიწვალია. მირთმევ. დღეს კვირა დღეა, კარგად იცით რომ ჩემი კვების დარღვევის დღეა და რა თქმა უნდა ნაყინს მივირთმევ, იმიტომ რომ ძალიან მომენატრა და თან იდეალური ამინდია ნაყინისთვის. ძალიან გამრიალია. ჩემ მხოლოდ შუა დღის 2 საათია და დღეს მე რამდენიც ვჭამე, არც ერთი ნორმის ფარგლებში არ ჯდება მეგობრებო. გავსკდი, ჩავსკდი, გადავსკდი და კიდე მშია. ფეხზე ცველია მიძრა და აიძრა? ხო? გადაღიო, ვეღარ უძლებს შენ წონას მოხინავ. ტემუდან გამოწერილი წებო. აბა ვნახოთ მეგობრებო, რამდენად მუშაობს ტემუდან გამოწერილი. ლელდეიტას გამოუწერია და. ქსე! დავიწებე თორე გავდივარ საწმლად. აი ეს არშება მეგობრებო, არ გამოწეროთ ტემუდან წებოები. ძალიან გიხდება ნიაკოს საწოლი. მე მანიკურები წავისი. ეს ცოტა პრობლემული ველოსიპედია, რაღაც ჭირს, ოღონ არ ვიცით ზუსტად რა და ეხლა მე გვაქვს. გუდე მოშობილი ან ჩაშლილია რა. ეხლა მოშობილი, მაგრამ კლუჩები არ მაქვს რა დავშალო. ხო, ანუ ხელსაწყოები არ აქვს პატას და ეხლა მე გვაქვს. უნდა გაგვეკეთონ. აი, ესეთი ლამაზი საჩუქარი მივიღეთ. ნახეთ რა კაია. აუ რა ლამაზია, ზუსტად ეკას რო უყვარს ეგეთი რამეა. აუ ძალიან კაია და იქაურობას ძალიან მოუხდება. აქ ქოსნებს ჩააწყობს, როგორც იცით, ქალბატონ ეკაიქებს ეგ არ გაუჭირდება. ეს რეალია, საფალე. ეკას საჩუქარი სულ დამოვიწყდა რომელმე. ეკას ჩამოუტანე მეგობრებო, საფალები და სულ დამოვიწყდა. ესე იგი, ჩამოუტანე 4 ცალი, გახსენი ბუბსი შევახედოთ ახლა მაყურებლებს. და მე ვაყიდ სადან. ესეთია ერთი. აუ ეგ რა ლამაზია ბა. ლეოპარდის ისეთია. აუ რა გოგო ხარ? ეს ჩემია ბაბა, ხან დავიდა ვიყურები ფუზულად. ეს მესამე და ეს არის კიდე შავი. აუ ეს როგორ დამოვიწყდა იმ კაბებთან და ფეხსაცმელებთან ერთად უნდა მიმეცა რა. არა უშავს ვებო. ამომვარდა თავიდან. მე ვნახე იქან და მაგრამ ეხლა ორჯერ გაიხარდება. გიორგეთში ვართ მეგობრებო და აქ ცხოვრობს ერთი კაცი, აი ეს კაცი არის, რომელსაც ესმის ასე თუ ისე ველოსიპედების და ეხლა უნდა ნახოს რა სჭირს ამ ველოსიპედს, რა პრობლემა აქვს. აქ როგორც ნახე, სავარაუდოდ ესენი არ უღარდა. და ნახეთ ამას კიდე რა აქვს. ეხლა გაჩვენებთ რითი დავიკერე ამ ველოსიპედზე. აი ეს აქვს. ხამე რო დადიხარ, ეს ანათებს რა. ხან ლურჯად, ხან წითლად და ეს არ გადაეწყო ჩემს ველოსიპედზე და მე კიდე ძალიან მინდა რომ ხამე რო დავდივარ ვარათებდე. ამიტომ დავუტოვეთ ველოსიპედი. მე არ მეგონა თუ დატოვება დაგჭირდებოდა. მე მეგონა ეგრევე გავაკეთებდი. აუ გამაკატავე კაბელში, გამაკატავე. კაბელში. აკე მე რა ვიყიდე, სპარში ვიყიდე. ხო და აწერია რომ 15 გრამი პროტეინი აქვსო და ეხლა გავსინჯოთ. ორი არომატით იყო. მეორეს რაღაც ქოქოსის მსგავსია ხატა, მაგრამ მე ეს მაინტერესებს. გაიბუტება და რა? მოდი გაჭამ. აი არის გემრიელი ბუბი. 10-დან ვუწერ 3 კილოს. ჩავრთეთ D2G ერთგულად გიყურებთ ჭამის დროს. მაგიდაზე როგორ უყურებთ კამებზე გავაკეთეთ. აი პირდაპირ აქ გავაკეთეთ რომ კარგად უყურებთ.
ეს ნახატი დავხატე კონკია და ნიაკომ ეხლა მაშა და დათვი დამიხატეო და მაგასაც დავხატავ. ესეც მაშა და დათვის დათვი. ეხლა რა დავხატოთ? უხელი რატო არა? უხელებს ვერ. ხულე ინკასმა თქვა რომ დეტექტივი რომ გადავამოწმეო. ის საფრანგეთთან საერთოდ ექიმა დამუშავეს რომ შენ დეტექტივობაში შევეცებო და იმის გახდებოდა და ყველაფერს ის ვარ გახსნო. გამოხობოდი ბოლომდე ის ვარ გახსნო. იმაგ გიჭა საქმე ძალიან. აი ძალიან გიჭა საქმე. კიდე ერთხელ გამოვიცვალე მეგობრებო უკვე მეოთხედ გამოვიცვალე დღის მანძილზე. ძალიან კომფორტულია სოფელშიც რო უამრავი ტანსაცმელი მაქვს, იმიტომ რომ აი რასაც მინდა იმას ვიცვამ მთელი დღის მანძილზე, თან ყველაფერი ისე კარგად მაქვს ჩაწიკწიკებული, რომ ვიცი უკვე შარლები სად არის, ტოპები სად არის, ჟაკეტები სად არის და მოკლედ მეოთხედ გამოვიცვალე. რატო გამოვიცვალე? ამდენჯერ ხა აქ გადავიღე ფოტოები, აქ თეთრვარდებთან გადავიღე ფოტოები და მოკლედ მთელი დღე ფოტოებს ვიღებდით. ეხლა ცოტა ამინდირევა. მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვეტეთ რომ წავიდეთ ბეშკენში. იქით უკვე წვიმს და რაღაცა და მეთქი ჯობია რომ წავიდეთ ხო, იმიტომ რომ აქაც თუ აირია ამინდი და მთელი წვიმები და მთელი ამბები დაიწყო, სახში რა უნდა ვაკეთოთ, იქ ერთად მაინც ვიქნებით. ამიტომ წავედით. მე მგონი მე ხუთად გამოცვალ მომიწევს, იმიტომ რომ გარეთ გავედი და უკვე ისეთი ცივი ქარიქრის რომ შემცივდა, ამიტომ სავარაუდოდ ეს არ იქნება დღეს საკმარისი. იქ ისეთი ამინდი იქნება. მეორე ხო ჩავიცო. ცოტა გრძელი რომ აი ეს მაქვს კიდე ერთი. ეს მაჩუქეს. აი მეგობრებო, ეს არის ძველი თუ არის. მოკლედ ეს მაჩუქა ჩემმა ცეკვის კურსელმა მე-9 კლასში დავდიოდით ქართულ ცეკვებზე და ესეც ხოლმე და სულ ძალიან მომწონდა ხოლმე რა, რაღაცნაირად აი ძალიან ისეთი კომფორტული და კარგი იყო. თან თავისი ქუდიც აქვს. ხო და ერთხელ ვუთხარი რომ ვაი მეთქი ეს რა კაი რაღაცა გაცვია თქო და ადგა და მაჩუქა. და იმის მერე მაქვს. დონჩიკო. ბეშკენში მივდივართ. არ მახვეწნინო ახლა, შენც მოდი. აი უყურე ახლა. ასეც ვიცოდი. არ შემიძლია. კაი ახლა. თელი ოჯახობა მივდივართ. წადი, კაი ძროა დააწყო. დაბს არ უნდა. მე მახსოვს ხარ ხო იყავი ჩემთან. ვაი, მე რა საყვარელი ჩუსტიკები გაგოგო. წავიდა მე მგონი წავიდა თქო. არა ვაგე ვიქარიო. დავინახა. უი. ყოველ საღამოს ტელევიზორში უყურებ. მართლა მიყურებ ხავე? ეხა შენ თავს ნახავ ხო და. რეალურად და არა გოგო და უდაო. არა, იყო ჩემთან. ო, ეს ბლოგში ჩანს. შეიძლება არ ახსოვს. კი, რაღაც მსხალი წამე ხო თუ რაღაც წამე შეთან რა იყავს? მოდი შენ ასეთ ფარეს დადექი, მანქანები დადიან. ხო, მე ვიქნები აქეთ. შოხრა ლამაზი ტოპი გაცვია. კიდევ ჭამოთ თუთას. აუ ეს თუთა არის ხალხო. გემრიელესი, მაგული ბებიას რომ გემრიელი თუთა აქვს, ეგეთი არ ვიცი. იქ ხაძრაღობაზე, მაგრამ არ ვუშლი, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა ეგრე მაქვს გატარებული და რაღაცნაირად არ მეშინია. ვაუ, ყოჩა. სანამ გამოიხედა ტასიამ შეჭამე, სანამ გამოიხედა. გავიხსენე ბავშვობა და ამოძველი და აშკარად იმდენი მაქვს ნავაჯიშები, რომ ჯერით ისევ იდეალურად გამომდის. ფოტოს ვიღებთ. პატას ნახვა უნდა და წამოვა, კაი? არ ვაყერებთ ხოლმე გარაჟში, მაგრამ წვიმა რო არის მოსაოდნელი შეიძლება სეტყვაც იყოს და ეტყობა დაზღვევის მიზნით მაინც შეაყენა პატამ. აი მორცხო. გინა შოკოლადი. მე ვდივართ. მოვედი. კარგი მსმელი მოგიყვანე. ეს არის შემიძლია და ასე უნდა შვილი და ყველაზე აიარა. ბავშვი ძახს არა ჯობია ინგლისში. მოკლედ ბრუნდებით მეგობრებო სახლში. ძალიან კარგად გავატარეთ პრობესტენში, იმიტომ რომ გადავიღეთ ძალიან სასაცილო ტიკტოკები. ყველას გეშორინებათ ქეთი და უჩა ტიკტოკზე ძალიან პოპულარულები არიან ეხლა და მაგათ საუნდებით გადავიღეთ მე და პატამ ვიდეოები და აუცილებლად ჩავსვამ ამ ვლოგში რომ თქვენს ნახოთ და გაერთოთ. აი ძალიან გავაკეთე, იმდენი ვიცნე. ძალიან გასართობი იყო. ეხლა არის თითქმის ღამის 12 საათი. სახლში უნდა დავბრუნდეთ. აქ დავასრულებ ვლოგს და ხვალიდან დაგიბრუნდებით. გადავირიეთ ვაიმა. მთელი ევროპა ფესტივალით ვიხეზე წაიქცა ხალხი. წარმოიდგინე. დედას ბეცა. ვაიმა. უშინა ეს ბალახი მწვანე იყო. არა ყვითელია.
ბიჭო, წალე იყო მე მგონი. არა, ჯო, წითელია. მე მეუღლეს სანამ არ მოვკვდები იქამდე არ დავშორდები და ვინც რამე ამობს კი ტრაკი დააჭირონ. მე ქეთია ძალიან მიყვარს და მეყვარება. მე ჩემო კაი ხალხო, ქეთის წარსული არ მაინტერესებს. როგორ იყო, რანაირად იყო არც იმას ვაკონკრეტებ და ქეთიას ვინც შეაწუხებს, ქეთია მე მიყვარს. ქეთიან და მეგობრებო, და იმ კაცმა დაურეკა პატას ველოსიპედი რომ დავტოვეთ და ეხლა მივდივართ, როგორც გითხრა გააკეთა და უნდა ნახოთ როგორ გააკეთა. დილის 9 საათზე მოვიდა ვაჟბატონი და გამოგვიძა მაგის გამო. პარა ძალამაზი დილაა და არ ვთხოვ. აი ესეთია. ნახეთ როგორი გაქიდა ახალი ვითა. ესეც მიდის ჭიაკოს ფერებში, ხო? რაღაც ისეთი პრობლემა გქონდა, რომ თითქოს რთულად უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ ამ კაცმა ძალიან კარგად გააკეთა. იცოდეთ, რომ აი აქ ცხოვრობს გიორგეთში. თუ რაიმე დაგჭირდებათ ჩემს კახეთიდან გამომწერებს. მოვედით, ეხლა კარგად უნდა ავაწყოთ. ის ციმციმე უნდა დამიყენოს, ღამე რო გავივლი, რომ კარგად გავანათო. და კიდე ის გადმომიყენე. ტელეფონის ჩასადები რო ჩემსზე გადააყენე. აუ, სალამაზია. ამახია ორივე ველოსიპედი. რა გახიო? ჭიაკოს ფერებშია ესეც ბუგო. გამოვიყვანეთ ახლა მეორეც და აი ესე პატა რაღაცებს აკეთებს იმას დარჩა რაღაცები გასაკეთებელი და ასე გამოიყურება. მოკლედ პატა ამბობს რომ ეს ველოსიპედიო ბევრად უფრო ხარისხიანი და გამძლეაო და მაგიტომ უნდა რომ ეს მე მყოლოდა და შედარებით უფრო ისეთი მაგას თვითონ, მაგრამ მე ის უფრო მომწონს. ამიტომ გადავწყვეტე რომ გავუცვალო მაინც. ეხლა ეს უნდა გადავიტანოთ იქით ხარეს, იმიტომ რომ ამას მე უფრო ვიყენებ ხოლმე ტელეფონის ჩასადები არის და ეს მინდა კიდე. ვაიმე ვინ მოსულა. მადლობა დიდი. ეხლა მეგობრებო, ლალდეიდას უნდა ყავა, რომელიც იცით რომ იქით ცენტრში არის მაღაზიები და იქ იყიდება. ხო და პატას უთხარი რომ მეთქი რისთვის ჩამოვიყვანეთ ეს ველოსიპედები, ეხლა ისევ მანქანით თუ წავედით ცენტრში მეთქი და კი ცხელა და მაგიტო ცოტა ეზარებოდა, მაგრამ მივდივართ ველოსიპედებით და აი რო იცოდეთ რამდენი ხანია მინდა ეს რომ ველოსიპედებით სოფელში ორივე მერთად ვიაროთ. ძალიან მიხარია, წავედით. აუ, არ ცხელა, რო კატაო. ეს ადგილას რომ გახარ მათი ცხელა. არა, იმენა ეს იყო ჩემი რა. თავიდანვე ეს მომეწონა უბრალოდ. ვერ გავაჟღერე, იმიტომ რომ წითელი რა გითხარი. აპატი. აუ, დასასწაუნო, დღეს თელი დღესა ვიაროთ. ლაგოდებში არა. გამოვედით მეგობრებო, ცენტრში ვართ. პატა არის ახლა მაღაზიაში შესული, ყავა უნდა იყიდოს. და ველოდები ძალიან სასიამოვნო იყო. მოძრაობის დროს საერთოდ არ ცხელა, პირიქით ძალიან სიგრილე იყო და ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო და მოკლედ არ ვიცი. ეხლა ვართ პატას ქუჩაზე, უკვე მივდივართ პატასთან. მოვედით ეხლა და ლალდეიდას სადა. ვაუ, რა მაგრატარებს მას. პატას დედამ. აჰა. სკოლაში მოგაზე ხოლმე დედა. რა მაგრეთა ხავს? ცოტა ნელა მოუჭირე ორივე ტორმუს გაჩერება რო მოგინი. ეხლა გადმოიტანა პატამ წითელი ველოსიპედიდან აი ეს. ბოთლის ჩასადები არის. ტელეფონის ჩასადებიც გადმოვიტანეთ. ეს წითელი ველოსიპედს არა აქვს, ჩემსაც აქვს მხოლოდ. კიდე ესენი აქვს მხოლოდ ჩემსას და მოკლედ არ ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ეხლა გავრეცხე ჩემი ახალი პიპია და ნახეთ ვინ გვესტუმრა. ყვითელი ჭიამაია. რამაზია. ხა, კაი ამიერიდან ამასაც ჭიამაიას დავარქმევ. ეხლა მივდივართ ისევ ჩემს კენჭ. მოვედით ჭიამაიას გასარეცხად. ესეც ასე მეგობრებო გავაწყრიალეთ ჭიამა. ეხლა დავბრუნდით სახლში. ეხლა ჯერ უნდა ვჭამოთ მეგობრებო და მერე მივდივართ ლაგოდეხში. ხო, როგორ ლამაზად გაუკეთებიათ. გასავდივართ. ღონისძიებაა რაღაცა და ღონისძიებას ვერ მივუსწარით, მაგრამ მოვედით ნაკრძალში.
აი, ესეთი ულამაზესია, მეგობრებო, ლაგოდეხის ნაკრძალი. მოიცა ერთად დავამთხვიოთ. წავიდა. მოიცა, კაი. 1 2 3 რა გახარ? კარგა ჩემ. მოდი. შენ TikTok-ზე გიყურებ ხომ, იცი? მართლა? კი. მე თუთა ხო არ არის ეს? არა. ჩემი კესელი. ესე იგი სხვა სპარავ? კაი. პატამ გამიჩერა რომ თუთა მეჭამა და ბავშვებმა დამინახეს და მოვიდნენ. ხოდა ეხა ტელეფონი უნდა მოიტანო. ერთი არის სახში წასული რომ ფოტოები გადავიღოთ. რაღაცა ჩანი. შემდეგ ვლოგში შენც გამოჩნდები. ვიცი. ნახავ. ესე იგი თქვენი სახელები რა არის? ლიზი მქვია ამასანი? ხო. იმას ვახო. და საცხოვრობთ? მე ბოლქვში ცხოვრობ. ზემნაშოვში და ვახოთ ზემნაშოვში. და აქ საიდან მოხვდით? მასწავლებელთან ვიყავ. გასაგებია. აჰა, ისე მოგინახეთ მე. აი მე. აი დამოულა. მილიონი. ასე. აჰა, კვაყოფილები ხართ ესე იგი. მოგინახენ გავიგოთა. კაი. წავედი. კარგად. აქ დასრულდა მეგობრებო კახეთის ვლოგი. იმისთვის რომ მივხვდე რომ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე დაწერეთ ველოსიპედის ემოჯი და მე უკვე მეორე კახეთის ვლოგს ვიღებ. ეხლა სიღმეხში ვართ მე და პაატა. და სანამ ეს ახალი ვლოგი დაიდება, მანამდე ეს შეგიძლიათ რომ უყუროთ. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო და თუ უკვე არ ხართ ჩემი გამომწერი, გამოიწერეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე.